4 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოებს აირჩევს. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის არსებული წესით ჩატარდება. საუბარია მაჟორიტარების რაოდენობაზე, პროპორციულ სისტემასა და 4%-იან ბარიერზე. კენჭისყრამდე 4 თვით ადრე რა იციან მოახლოებული არჩევნების შესახებ გურჯაანში ჩვენი გამოკითხვა. თქმა უნდა, ისიც ვიცი, რომ არჩევნები ტარდება და მონაწილეობასაც მივიღებ აუცილებლად, რაზეა ლაპარაკი. ისიც ვიცი, რომ არჩევნები ტარდება და მონაწილეობასაც მივიღებ აუცილებლად, რაზეა ლაპარაკი. არჩევნები ქვია, სახელი თვითონ ლაპარაკობს ყველაფერს და აბა ხალხი თუ არ მივიდა და თუ არ აირჩიეს რეალური კანდიდატურა ამ ქვეყანას როგორ წავიყვან წინ. და მივიდე და ვინც შენ ნამდვილად იცი, რომ ღირსი არჩევის, უნდა ზუსტად ის აირჩიო. ძალიან დიდად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. უნდა ვიცოდეთ, თავისი ბოლო და ბოლო ვინ ვისი ვართ. იმათი ვართ თუ ამათი. მნიშვნელოვანია იმიტომ რომ თუ არ გადაწყდა საქმე, გლეხს არაფერი ეშველება. მანამდე ვიცოცხლო და მერე მივიღეთ მონაწილეობას. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ეს არჩევნები ქართველებისთვის? სიკეთე იქნება ყოველთვის. არაფერიც არ ვიცი. არ ვიცი, ვერ გეტყვი. არჩევნები ტარდება ოქტომბერში. მონაწილეობის მიღებას აპირებთ, რომ მიხვიდე და მისცეთ თქვენთვის სასურველი კანდიდატს. აბა ვინ იქნება კანდიდატი, არ ვიცი. დავალ შვილო. დავალ და ვისაც ვინ იმეშე მოხაზავ. რა ნახოთ. ცოცხალი იქნება და არაფერი არ ვიცი გენეცალე მაგით. თუ იცით რომ არჩევნები ტარდება ოქტომბერში და არ ვიცი. და